ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი დაინერგა. ადრეულ ასაკში ბავშვთა სრულფასოვანი განვითარების და ემოციური მხარდაჭერისათვის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი საბავშვო ბაღების ყველა ფილიალს ფსიქოლოგისა და მეტყველების თერაპიის სპეციალისტების მომსახურებით უზრუნველყოფს. უფრო კონკრეტულად, თუ რა კეთდება ყაზბეგის საბავშვო ბაღების ახსაზრდელების საჭიროებისათვის. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი ციცია ქაცაშვილი შემოგვიერთდება მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ქალბატონო ციცია, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქალბატონო ციცია, ზოგადად რომ შევაფასოთ ადრეული ასაკის განათლების მნიშვნელობა, თუნდაც იგივე ახალი მეთოდიკით, სიახლეებით, როგორ შეაფასებდით თქვენ? მოგესალმებით, პირველ რიგში მოგაწოდებთ მოკლე ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის შესახებ, რომელიც IP-ის სახით ჩამოყალიბდა 2007 წელს და დღეს მდგომარეობით აერთიანებს 9 სკოლამდელი აღზრდის ფილიალს 205 ახსაზრდელით. აქვე აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ 2018 წლამდე სოფელ ყანოვში და 2021 წლამდე დაბა გუდაურში არ იყო საბავშვო ბაღები, მოსახლეობის მოთხოვნით და ადგილობრივი მთავრობის სრული მხარდაჭერით ორივე დასახლებულ პუნქტში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ხოლო გასულ წელს დაბა გუდაურში დაგახსენით დამატებით ბაგის ჯგუფი. რაც შეეხება სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობას, მრავალმა კვლევამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, რომ სწორად დაგეგმილი სკოლამდელი აღზრდა არის საწინდარი წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებისა. შესაბამისად, ეს საკითხი არის საზოგადოების მაღალი ინტერესის თემა, ვინაიდან არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ჩვენ სფეროსთან არ აკავშირებდეს მომავალი თაობის აღზრდის საკითხი. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი და აქტუალური ის ყურადღება და მხარდაჭერა, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა იჩენს საბავშვო ბაღების მიმართ. საინტერესოა, ახალ პროექტზე ვსაუბრობდით, თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი. ეს ამ პროექტის დეტალებიც რო გვითხრათ და ზოგადად ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო სხვა მეთოდიკების შესახებაც. კი ბატონო, მოგახსენებთ, საყრდენო საგანმანათლებლო პროცესი ჩვენს ბაღებში მიმდინარეობს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული და ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური სახელმძღვანელოთი ადრეული განათლების კურიკულუმი თამაში მიხედვით, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში სასკოლო მზაობის პროგრამით. ძირითადი აქცენტი გადატანილია თამაშით სწავლებაზე, რომელიც არ არის მომაბეზრებელი და დამღლელი ბავშვებისთვის. დღის განრიგი ჩვენს ბაღებში ისე არის დაგეგმილი, რომ დაბალანსებული იყოს თანაფარდობა აქტიურ თამაშებსა და შედარებით ნელ თამაშებს შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანაფარდობის დაცვა პედაგოგის მიერ დაგეგმილ და თვითონ ბავშვის მიერ ინიცირებულ თამაშებს შორის. ასევე ჩვენს ახსაზრდელებს რჩება დრო თავისუფალი თამაშისა და კომუნიკაციისთვის თანატოლებთან. ხარისხიან საგანმანათლებლო პროცესს ჩვენს ბაღებში უზრუნველყოფენ ცენტრის შემადგენლობაში არსებული მეთოდისტი, ფსიქოლოგი და მეტყველების თერაპევტი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გადაადგილდებიან 9 ფილიალში და უწევენ შესაბამის დახმარებას შესაბამის სააღზრდელო საგანმანათლებლო პროცესში. ძალიან საინტერესოა. აუცილებლად მინდა კითხოთ ბავშვების ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე ზრუნვის და კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ, როგორ უზრუნველყოფს ცენტრი ბავშვების უსაფრთხოებას, ემოციურ კეთილდღეობას, კვების რა მეთოდი მენიუს იყენებთ ბავშვებისათვის. კი ბატონო, მოგახსენებთ, საბავშვო ბაღი პირველ რიგში უნდა იყოს ბავშვისთვის ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო. ბაღის ინფრასტრუქტურა და კვების ბლოკი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და ტექნიკურ რეგლამენტებს. შესაბამისად, ცენტრის ადმინისტრაცია ცდილობს მოვაწყოთ საბავშვო ბაღები ამ მოთხოვნების შესაბამისად. სამზარეულო ბლოკებში ჩვენ დანერგილი გვაქვს ჰასპის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო საკვების მომზადების პროცესს. ჰასპის ვერიფიკაციისთვის კი წელიწადში ორჯერ ხდება მზას საკვების მიკრობიოლოგიური კვლევა. სანიტარო-ჰიგიენური ნორმების დაცვას ჩვენთან აკონტროლებს ცენტრის უდმიმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი და ასევე ეს აღნიშნული პროცესი კონტროლდება სურსათის უვნებლობის რეგიონული სამსახურის
მიერ. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ალბათ დამეთანხმებით საბავშვო ბაღებში არის ბავშვთა კვება. აღნიშნულ პროცესს ჩვენს ბაღებში უზრუნველყოფთ ნუტრიციოლოგების მიერ შემუშავებული 10-დღიანი მენიუთი, რომელიც დამტკიცებულია მერიის მიერ. ინფორმაცია ყოველდღიური მენიუს შესახებ ხელმისაწვდომია არა მარტო მშობლისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული მხარისთვის, რაც ბევრი ადამიანისთვის არის სიმშვიდის გარანტია და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი განსაკუთრებული მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. მშობელმა იცის, რომ ჩვენი ახსაზრდელები ზუსტად იმ რაოდენობის და ნორმის საკვებ პროდუქტს იღებენ, რაც მათი ჯანმრთელობის სრულფასოვნად განვითარებისთვის არის აუცილებელი. ყოველდღიური ენერგეტიკული ღირებულება ჩვენს ბაღებში ერთ ბავშვზე შეადგენს ასევე ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ 1292 კილოკალორიას. ქალბატონო ციცია, ამით დასტურებთ, რომ გამოწვევები სკოლამდელ განათლებაში და საბავშვო ბაღებში იყო ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინფრასტრუქტურის განახლება, თუნდაც იგივე მასწავლებელთა გადამზადება, რამდენად უმკლავდება, თუნდაც იგივე 9 ფილიალი, როგორც თქვენ ახსენეთ, ამ გამოწვევებს ამ დროისათვის, რამდენად განახლებულია ინფრასტრუქტურა, რამდენად ახერხებთ მასწავლებელთა გადამზადებას და ზოგადად ამ მიმართულებით როგორ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი. კი ბატონო, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ბაღებისთვის არის ავტორიზაციის საკითხი. განხორციელებული 2023 წელს განხორციელებულმა თვითშეფასებამ ნათლად დაგვანახა, რომ ჩვენი ბაღების ინფრასტრუქტურა სრულად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს. შესაბამისად, საჭიროებს რეაბილიტაციას ან რიგ შემთხვევაში ახალი ბაღის აშენებას. მიმდინარე წელს ხორციელდება სოფელ აშა გარბნის საბავშვო ბაღის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომელსაც ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის ღირებულება შეადგენს 1,588,380 ლარს, ხოლო ხანგრძლივობა წელიწად ნახევარს. ამ რეკონსტრუქციის პერიოდში ჩვენ მოვახდინეთ აშის ბაღის ინტეგრირებას სტეფანწმინდის ბაღთან, ხოლო ამ ბავშვების, აშის ბავშვების მათი მშობლების და აღზრდელების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მერია მუნიციპალური ტრანსპორტით. ასევე მერიას დაგეგმილი აქვს მიმდინარე წელს 7 საბავშვო ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ძველი წერტილებისა და სამზარეულო ბლოკების მოწყობა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან დიდი გამოწვევა არის ჩვენთვისაც მასწავლებელთა აღზრდელების კვალიფიკაციის საკითხი, ჩვენ მუდმივად ზრუნავთ მათ პროფესიულ განვითარებაზე. პედაგოგების აღზრდელების დიდ ნაწილს გავლილი აქვს სავალდებულო 66 საათიანი აღზრდელ პედაგოგის ტრენინგ მოდული, ასევე ტრენინგი ინკლუზიასა და რთული ქცევის მართვაში. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი სხვადასხვა ვებინარებსა და სემინარებში და მომავალ კვირას ასევე დაგეგმილი არის ჩვენს მიერ ინიცირებული ტრენინგი თითოეული აღზრდელის თანაშემწე, ანუ პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვს ბავშვებთან, დამატებით გაივლიან პირველადი დახმარების ტრენინგს. ეს მომავალშიც გაგრძელდება აღზრდელების პროფესიული განვითარება და ზრდა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველა პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი ციცია ქაწაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში.